ჩვენ ქართული ოცნების ლიდერების განცხადებებიდან ვიგებთ, საკონსტიტუციო სარჩელი ფაქტობრივად უკვე მზად არის, თუმცა ახლა ერთადერთი, რასაც ქართული ოცნება განიხილავს, არის მოთხოვნის ფორმულირება თუ რას მოითხოვს ის ამ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან. ჩამონათვალი კი ასეთია, ისინი განიხილავენ პარტიების აკრძალვის ვერსიას, ასევე იმ მანდატების შეწყვეტის ვერსიას, რა მანდატებიც კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიებმა მოიპოვეს წარმომადგენლობით ორგანოებში, საკრებულოებსა თუ პარლამენტში და ასევე ერთ-ერთი ვერსია ეს არის კონკრეტული პირებისთვის პარტიული და პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტა. თუ შალვა პაპუაშვილის ამ ჩამონათვალს დავეყრდნობით და თუ კი ამ გზით მუშაობს ახლა ქართული ოცნება, არ არის გამორიცხული საკონსტიტუციო სასამართლოში მსჯელობის შემდეგ მანდატები შეუწყდეთ იმ დეპუტატებს, რომლებმაც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს და მოხვდნენ საკრებულოებში ლელოდან თუ გახარიას პარტიიდან და იმ დეპუტატებს, რომლებიც ახლა გახარიას პარტიიდან პარლამენტში შესვლას აპირებენ. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი ამ ორი პარტიის აკრძალვის გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო. საბოლოოდ გადაწყვეტილებას ჩვენ გავიგებთ ალბათ კვირის ბოლომდე. ქართული ოცნება სულ აანონსებს, რომ ეს პროცესი მუშა პროცესია და მიმდინარეობს მასზე მუშაობა და გარდა ამისა დღეს შალვა პაპუაშვილი ამბობდა, რომ ეს ისტორიული პროცესია რეალურად და დოკუმენტი, რომელსაც ისინი ამზადებენ, უნდა იყოს ისტორიული დოკუმენტი. პარტიებთან დაკავშირებით გვაქვს რამდენიმე ოფცია. პირველი ამ სარჩელიდან გამომდინარე, პირველი მოვითხოვოთ ამა თუ იმ პარტიის საქმიანობის აკრძალვა. მეორე მოვითხოვოთ ამა თუ იმ პარტიის სახელით წარმომადგენლობით ორგანოებში არჩეული პირებისთვის მანდატის შეწყვეტა. მესამე მოვითხოვოთ ცალკეული ინდივიდების პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა. და სამომავლო ინსტრუმენტი ზოგადად არსებობს მემკვიდრე პარტიისა, თუ კი აკრძალვის პარტია თუ მოხდება პარტიის აკრძალვა და მისი წევრები იდენტურ პარტიას შექმნიან, მისი აკრძალვა. მათ შორის ამაზე ვიმსჯელოთ ამ სამი ოფციიდან, რომელი კომბინაცია მოთხოვნის კომბინაციით მიმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ეს არის პირველი შემთხვევა, რომელსაც პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა განიხილოს საკონსტიტუციო სასამართლოდ. ეს არის აქედან გამომდინარე ისტორიული პროცესი და ჩვენ რა თქმა უნდა გვინდა რომ სარჩელი, რომელიც საქართველოს ისტორიაში შევა, იყოს ისეთი დოკუმენტი, რომელიც იმსახურებს შემდეგ რომ ისტორიული დოკუმენტის სახელი ქონდეს. ამ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში ერთით ნაკლები მოსამართლე დახვდება, რადგან სარჩელის შეტანამდე მოსამართლის მანტიაზე მოულოდნელად თქვა უარი მოსამართლე ირინა იმერლიშვილმა, თუმცა ეს მოცემულობას არ ცვლის, ანუ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია მაინც გადაწყვეტილების მიღება, რადგან მოსამართლეთა რაოდენობა ამ ეტაპზე არის საკმარისი. ჩვენ ბუნებრივია დღეს ვცადეთ, რომ მოსამართლებისგან გაგვეგო აზრი პარტიების და ოპოზიციის გაქრობის შესახებ, რა მსვლელობა ექნება საკონსტიტუციო სასამართლოში ამ სარჩელს, თუმცა ისინი ჩვენს პასუხს არ გვცემენ იმ მოტივით, რომ ეს სარჩელი ჯერ სასამართლოში არ დარეგისტრირებულა. კითხვები გვაქვს თქვენთან პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით. როდის აპირებთ, რომ მიიღოთ სარჩელი? კითხვები გვაქვს თქვენთან. რა ხდება ხახნო, რა გჭირთ? ასე დასამალად გაგვდა გასაქცევად საქმე? საკონსტიტუციაში უნდა შემოვიდეს სარჩელი პარტიების აკრძალვაზე. თუ შემოვა და უნდა აიკრძალოს პარტიები, ეს არის პოლიტიკური წესრიგი. საკონსტიტუციო სარჩელი, როგორც უკვე გითხარით, წინა კვირას უნდა შესულიყო ქართული ოცნების მიერ, თუმცა ეს პროცესი გადავადდა. სარჩელის შეტანა, როცა იყო დაანონსებული, სწორედ იმ დღეს გიორგი გახარიას პარტიამ გადაწყვიტა, რომ პარლამენტში შესულიყო. ეს ორი ფაქტი ერთმანეთს უკავშირდება თუ არა, არ ვიცით. პრინციპში გიორგი გახარიას პარტიის აკრძალვა არასდროს გამოურიცხავთ ქართულ ოცნებაში. ჩვენ არ ვიცით საბოლოო დოკუმენტში იქნება თუ არა მათი აკრძალვის შესახებ მოთხოვნა და ასევე რა ბედი ელიცხვებს ასევე არის უცნობი. ერთადერთი, რაც დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ ნაციონალური მოძრაობა არის მთავარი სამიზნე ახლა ქართული ოცნებიდან და კონკრეტული პოლიტიკოსები, რომელთა პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას ითხოვს ქართული ოცნება. დღეს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ კვირის ბოლომდე ან მაქსიმუმ ორ შაბათს უკვე ეს სარჩელი შევა საკონსტიტუციო სასამართლოში.